სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. დიდი და უკიდურესად ძნელიცა ამოცანა ქრისტეს სახარების ქადაგებისა. რამეთი უნდა იქადაგო არა მარტო სიტყვით, არამედ მთელი შენი ცხოვრებითაც, მთელი შენი არსებით, მთელი შენი საქმით, ღმერთის ყველა მცნების შესრულებით, თუნდაც უმცირესისაც. რადგან ასე ბრძანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. უკვე თუ ვინმე დახსნას ერთი ცნებათა ამათაგანი უმცირესთაი, დასაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა, ხოლო რომელმა ყოს და ასაოს, ამას დიდ ერქვას სასუფეველსა ცათასა. არა მხოლოდ საკუთარი დიდებული ეპისტოლეებით, საყოველთაო თუ ცალკეული ეკლესიისადმი მიმართულს, არამედ მთელი თავიანთი ცხოვრებითაც უქადაგებდნენ ქვეყნიერებას ქრისტეს დიდ სიმართლეს წმინდა თავნილ მოციქულთა პეტრე და პავლე და წარმოგიდგინეს ჩვენ ყველაზე ნათელი მაგალითი უფალ იესო ქრისტეს რწმენისა და მისდამი სიყვარულისა. უაღრესად ღრმა წმენა გვიჩვენა პეტრე მოციქულმა, როდესაც გადმოვიდა ნავიდან და გაერეშურა გალილეის ზღვის ტალღებზე მომავალ იესო ქრისტესაკენ. ჩვენც ასე უშიშრად გავემართოთ ღმერთის ზისაკენ და არ ვეჭდობდეთ იმას, რომ ამ გზაზე ჩვენც გამოგვიწვდის იგი ხელს ყველა სიძნელისას, როგორც გაუწოდა პეტრეს, როდესაც მან ჩაძირვა დაიწყო. ქრისტეს გზნებარედ მოყვარული პეტრე გეთსემანიის ბაღში არ შეშინდა. იშიშვლა მახვილი და დაქრა მღვდელთაურის ერთ-ერთ სახურს. გავიხსენოთ ეს, თუ კი გაბედავენ და ჩვენს წინაშე, ჩვენს გასაგონად შეურაცხყოფენ მაცხოვარს ჩვენსას და გაბედული და მრისხანე სიტყვებით ვამხილოთ ქრისტეს ტრები. დიდი მოციქულისაგან ვისწავლეთ ჩვენი ცხოვრების გამო, ჩვენი ცოდვების გამო ისეთი მგზნებარე და გაუნელებელი სინანული, როგორითაც ინანებდა იგი სიკვდილამდე, თავის მძიმე ცოდვას ქრისტეს სამგზის უარყოფისა. მიწადნე მოუხაროთ ქედი და თაყვანვიცე დიდ მოციქულ პეტრეს და ჩვენი სულიერი მზერა მივაპყროთ მეორე დიდ თავს მოციქულთას, ნეტარ პავლეს. მე არაერთხელ გესაუბრეთ იმ უხილავი ტანჯვისა და დევნის შესახებ, რომელიც მან გადაიტანა ქრისტეზე ქადაგების გამო. დიდხანს და ბევრი შეიძლება გველაპარაკა ჩვენ რწმენისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე და სხვადასხვა ეკლესიებისადმი გაგზავნილ მის 14 ეპისტოლეზე. ვიტყვით მხოლოდ იმას, თუ რა უზარმაზარი სიღრმით ესმოდა მას ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა, როგორც მთელი კანონისა და ქრისტეს ყველა მცნების საფუძველისა. მოისმინეთ, როგორ განსაცვიფრებელ სიტყვას ამბობს იგი თავის ცნობილ სიყვარულის ჰიმნში. ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდე, ხოლო სიყვარული აქვდა არა მაქვდეს, ვიქმნე მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, კიდა წინწილა, რომელი ხმო, და მაქვდეს ღათუ წინასწარმეტყველებაი და უწყოდე ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი, მაქვდეს ღათუ ყოველივე სარწმუნოებაი, ვიდრე მთათათა ცვალებადადნდე და სიყვარული არა მაქვდეს, არავე რაი ვარ. და შეღათუ ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსნე ხორცნი ჩემნი, დასაწველა და სიყვარული არა მაქვდეს, არა რაივე სარგებელ არს ჩემდა. არა მხოლოდ ლაპარაკობდა პავლე მოციქული სიყვარულის შესახებ ისე, როგორც არავის სხვას არ უსაუბრია,
არამედ იწოდა კიდეც მისით ისე როგორც სხვა არავინ. უფალი იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილმა, ჯვარმა, სოფლის მხსნელის სისხლით მორწყულმა, ისე უზომოდ, ისე უკიდურესად შეძრა იგი, რომ მთელ სამყაროს მიმართ მან ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. ის თავს გრძნობდა თითქოს და ქრისტესთან ერთად ყოფილიყო ჯვარცმული და ამბობდა: ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე სოფლისა. უფალი იესო ქრისტესადმი სიყვარული ისე ერთიანად მოიცავდა და ფლობდა მას, რომ იგი ბრძანებდა: შრომასა ნუ ვიშევამთხვენ მე, რამე თუ მე საწერტენი იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, ხორცთა შინა ჩემთა მიტვირთავ. და ჩვენც ნეტარ პავლესთან ერთად ღრმად ვაცნობიერებდე და შევიგრძნობდეთ ქრისტეს ჯვრის უდიდეს საიდუმლოს. და ნუ ჩაივლის ნურცერთი დღე ჩვენი ცხოვრებისა, ქრისტეს ჯვარის გახსენებისა და მისით ჩვენი ფარველობისა და გონების განათლების გარეშე. და ნუ რასოდეს დავივიწყებთ, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღმასრულებელ ჟულისა არს. და მაშინ ქრისტეს ჯვარი გამოისახება ჩვენ გულებზე. თუნდაც სულ მცირედით მსგავსი იმისა, როგორც გიზიზებდა ის ზეციური ნათლით დიდ თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს გულებზე. ისმინეთ გასაოცარი, ამაღელვებელი და აღმამაღლებელი სულისა ჩვენისა სიტყვები პავლე მოციქულისა კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლიდან. მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნი ჩვენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაი გამოაჩინის ჩვენ მიერ ყოველსა ადგილსა. რამე თუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხოვრებულთა მათ შორის წარწმედულთა, რომელთამე სულად სიკვდილითი სიკვდილად და რომელთამე სულად ცხოვრებითი ცხოვრებად. რა სიხარულის მომგვრელია, როგორი ბედნიერება ქრისტეზე ქადაგებისათვის განუწყვეტლად დევნილი დიდი მოციქულის ბაგეთაგან ისმენდე მისი მხნეობით ახსავსე სიტყვებს იმის შესახებ, რომ ღმერთი ყოველთვის ამარჯვებინებს მას გაბედულ ბრძოლაში წარმართა და ურწმუნო იუდეველთა წინააღმდეგ. რა დიდი გაკვეთილია ეს ჩვენთვის. ყოველი საფრთხის გამო სულ მოკლედ და მხოლოდ და მხდალად რომ უარყოფთ აღსარებას ჩვენი რძულისა და რწმენას უფალო იესო ქრისტესადმი წინაშე კაცდა და აღსრულებას მისი უწმინდა სიმცნებებისა. თუ კი ასე ძლევამოსილად შეეწეოდა უფალი ღმერთი თავის დიდ მოციქულს, მას ჩვენც რიგით ქრისტიანებიც გავხნევდეთ სულით და ვიწრო კარის გავლით. მამაცურად გავუყვეთ ოღრო-ჩოღრო და გვაღორღიან გზას. არ შეუშიდეთ არავითარ დაბყოლებას და ჭრილობებს. კიდე უფრო მეტლი მღელვარებითა და აღტაცებით ვისმენთ ჩვენ, რომ დიდი მოციქული საკუთარ თავსა და ქრისტეს ყანაში მის მსგავსად მომუშაკეთ, უწოდებს გასაოცარ დიად სახელს, ქრისტეს სურნელებას, რომელიც ყველგან ვრცელდება. აკი არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი საქმეებითა და სიტყვით შენს გარშემო აფრქვევდე სურნელებას უბიწოებისა, სისუფთავისა და სიწმინდისა და არა სიმყრალეს, დაბალ ვნებათა და ავხორცობათა, სიცრუისა და მზაკრობისა. ქრისტეს სურნელება, რომელიც კეთილი და უმწიკლო ქრისტიანები ავრცელებენ ამ ცოდვილ ქვეყანაზე, საშუალებას არ აძლევს მას, რომ ბოროტებასა და უთამაცლობაში დამყაყდეს
და მრავალ ადამიანს მატებს ზალასა და ბოროტებასთან ბრძოლაში აძლიერებს. ეს სურნელება მათთვის სულია ცხოვრებითი ცხოვრებად. მაგრამ სულიერი ტკივილით ვისმენთ ჩვენ პავლე მოციქულისაგან, რომ ყველას როდი სიამოვნებს ქრისტეს სურნელება, რომ ზოგიერთათვის ეს არის სული სიკვდილითი სიკვდილად. ვინ არიან ისინი? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სრულიად სხვას სურნელებას ამჯობინებენ. ისეც ქრისტეს სურნელებას საერთოდ რომ არ გავს. ქრისტეს სურნელება მათთვის მეტისმეტად უსიამოვნოა. ის ხელს უშლის მათ, რომ თავიანთი გზით იარონ და არა ქრისტეს გზით. ხოლო ვინაიდან წმინდა მოციქული პავლე სრულად დარწმუნებულია იმაში, რომ მხოლოდ ქრისტეს გზას მივყავართ საუკუნო ცხოვრებაში, ამიტომაც ამბობს იგი ასე ამ ადამიანებზე, რომელთათვისაც ქრისტეს სურნელება მომაკვდინებელი და დამღუპველია. ქრისტეს სურნელება უპირველეს ყოვლისა მომდინარეობს ქრისტეს სახარებიდან. მას არ კითხულობს მილიონობით მუსულმანი და ბუდისტი. ქრისტეს სურნელება გაუგებარია მილიონობით სხვა ხალხებისათვისაც. იმ ადამიანებისთვის, ვისაც არაფერი რელიგიური აღზრდა არ მიუღია. მათგან რა თქმა უნდა არ შეიძლება მოვითხოვოთ ქრისტეს სურნელების გაგება და მის წინაშე თაყვანისება. მხოლოდ ის, ვინ შეგნებულად ძე იღმრთისაი დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქმასი არა ღირსად შერაცხოს, რომლითა განწმინდა გასცეს მძიმე პასუხს ღვთის წინაშე. ასეთები რასაკვირველია ჩვენ შორის არ არიან, ვინც მისმენთ მე ამ ღვთის ტაძარში და ამისთვის შევწირავ ქებასა და პატივსა და სამადლობელსა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, თანასამარად ისოისა, მამისა, მისისათა და ყოვლა წმინდისა სულისა. ამინ. მადლობა ღმერთს აი ამ სიტყვისთვის, რომელიც წმინდა მღვდელმთავარმა ლუკამ წარმოთქვა, რომელიც ყველა ჩვენგვანს გვეუბნება, გვამხნევებს, რომ ქრისტეს სარწმუნოება მოციქულებმა იქადაგეს სიტყვითაც და საქმითაც. და ნახეთ როგორი კაი მაგალითი იყო მოყოლილი. რომ დაინახა უფალმა, რომ პეტრე მოციქული რომ უფალი ზღვაზე მოდიოდა, ესეც წავიდა უფალთან. რომ შეეშინდა, ქარი იყო, ხელვა და ჩაძირვა რომ დაიწყო, თქვა, უფალო მიხსენ მე. ღმერთმა მოკიდა ხელი და გადაარჩინა. ჩვენ რომ მივდივართ ჩვენ ცხოვრებაში, რომ გაგვიჭირდება აი ისე რომ წყალში იძირები, წოდების მორევში ჩაეფალი, უკვე უნდა დაგთქმს ამ მორევამ, უნდა თქვა უფალო მიხსენ მე და უნდა გჯეროდეს რომ უფალი როგორც პეტრეს დაეხმარა, შენ ზუსტად ესე დაგეხმარება. მეორე მაგალითი პეტრე მოციქულიდან მოყვანილი, ნახეთ რას გვეუბნება. როცა უფლის შესაპყრობად მივიდნენ, პეტრეს არ შეეშინდა. ორი მახვილი ჰქონდა სულით. ერთი აიღო და მღვდელმთავრის მონას ყური მოეჭრა. ეს ჩვენ გვეუბნება, რომ როდესაც გესმის, რომ მაცხოვარს გმობენ, შენ გასაგონად თან. აბა შენ რას იზაო? უნდა ამხილო ეს ხალხი და არ უნდა გაჩუნდე. უნდა კაცრად უთხრა, რომ ესენი ამ სიტყვების გამო დაიჟებიან და შენ ხარ მიმდევარი იესო ქრისტესი. და მესამე, ეს ყველას გვეხება, როგორი სინანულია ჩვენა პეტრე, მთელი ცხოვრება ტიროდა, რომ თქვა სამჯერ არ ვიცნობ იესო ქრისტესო. მისი მოწაფე ყვება, რომ როცა მამალი დაიყივლებდა, წამოდგებოდა პეტრე და რამდენიმე საათი ტიროდა ყველა მამლის დაყივლებაზე. მიწას ურტყავდა თავს, გოდებდა და ნანობდა თავის სოდას. ამიტომ ჩვენი სოდების გამო სინანული უნდა გქონდეს მუდმივად
ვიდრე ამ ქვეყნიდან არ გავალთ. შემდეგ გადადის პავლე მოციქულზე, როგორც მოისმინეთ. და ნახეთ რას ამბობს. რომ პავლემ ისე შეიყვარა ღმერთი, რომ მისთვის სოფელი არაფერი აღარ იყო. პავლე პირდაპირ ამბობდა, რომ მე აღარა ვარ ცოცხალი, ქრისტე არის ცოცხალი ჩემში და ქრისტე ცოცხლობს ჩემში და ეს საოცარი მაგალითი მოისმინეთ, რა არის სიყვარული. კაც თუ სიყვარული არ აქვს, რასაც არ უნდა აკეთებდეს. სასაუთმოქმედი რო იყოს, ყველა სიბრძნე რო იცოდეს. ქრისტესთვის რო დაიწვას, მაინც არაფერი გაუკეთებია, იმიტომ რომ სიყვარული არ აქვს. ამიტომ პავლე მოციქულს ამაში უნდა მივბაძოთ, ყველაფერი რა ჩვენს და ქრისტეს შორის შედგება, ყველაფერი უნდა მოვიძვლოთ. და სულ უნდა გვახსოვდეს ჯვარი, რომლითაც ქრისტემ კაცობრიობა გაწმინდა და მუდამ თაყვანს უნდა ვსევდეთ მას. და ბოლოს ყველაზე საოცარი რაც მოვისმინე ჩემთვის რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოციქული ამბობს რომ ჩვენ ქრისტეს სურნელებას ვავრცელებთო. ზოგისთვისო ესო სიკვდილის მომტანია, ზოგისთვის ცხოვრებისო. და ამბობს რომ ყოველთვის როცა ის ბრძოლობდა წარმართებთან და იუდეველებთან, ყოველთვის მას ეხმარებოდა ქრისტე და ყოველთვის იმარჯვებდა. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, ეს ჩვენთვის იყო ნათქვამი, რომ ჩვენც ამ ბრძოლაში თუ ვართ და მე ვფიქრობ, ყველა ადამიანს უწევს ამ ბრძოლაში ყოფნას, ვინცაც უნდა ქრისტეს ერთგული იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, მღვდელია, ერისკაცია თუ მღვდელთავარია, უნდა ახსოვდეს, რომ ყოველთვის გაიმარჯვებს. რომ ვინც პავლეს ეხმარებოდა, ის დაეხმარება მას. და ნახეთ რა საოცარ რამეს ამბობს. აი ეს ქრისტეს სურნელება ამყაყებულ სოფელს. წუთის სოფელიც, რომელიც გაიხსნა ცოდვის გამო, იმას აჩერებს. და ადამიანებს, უბრალო ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ ვიღაცა ესე იხწის, ამბობს ღვთის სიტყვას, არ ეშინია, მზად არის ყველაფრისთვის ღვთის სიტყვის ქადაგებას, რაც შეიძლება მოყვეს, ეს ხალხი მას ბაძავენ და უამრავი ადამიანი მოდის ეკლესიაში. ნახეთ როგორ ამბობს, არიან ხალხი, ვისაც ქრისტეს სურნელება არ მოწონს, იმას სხვა გზით უნდათ სიარული. და ამბობს რომ არის ერები, რომელსაც საერთოდ ქრისტეს შესახებ არც გაუგიათ. ესეც ღვთის განგებით არის, ამ ხალხს გაეგო, მაინც არაფერს არ გააკეთებდნენ და ამიტომ ღმერთმა ესეც არ მისცა. რომ უფრო მეტად არ დაისაჯონ, მაგრამ ამბობს რომ ყველაზე ძიმე სიტყვას აგებს ის, ვინც ყველაფერი იცის ქრისტეს სურნელების შესახებ, გაიგო სახარებიდან და შეურაცხყოფს ღმერთს. არც ემს პატივს სარწმუნოებას, არც ცხოვრობს სარწმუნოების მიხედვით. წუხილით ამბობს, რომ ზოგისთვის ეს სურნელება სიკვდილის მომტანია. და შემდეგ მადლობას იღებს ღმერთს და ამბობს, რომ აი ტაძარშიო, სადაც გადაგებო და ჩვენს გვაქვს იმის იმედი, სადაც ახლა ეს სიტყვა იქადაგება, არავინ არ არის ესეთი. ვინც თქუნავს ღვთის სიტყვას და ებრძვის, არამედ შეკრებილია ის ხალხი, ვინც პატივს ემს ღვთის სიტყვას და ცდილობს საქმითაც აღასრულოს ის, რასაც ამბობენ, რისიც წამთ. და ღმერთმა ყოვლადწმინდა სამების, მამის, ძის და სულიწმინდის მადლით ყველას ამის ძალა მოგცეს, რომ ჩვენი სიტყვა და ჩვენი საქმე იყოს ერთი. მოციქულების მსგავსად. თუ გახსოვდეთ, ვინც ეხმარებოდა მოციქულთა თავ პეტრე და პავლეს, ის გვეხმარება ჩვენს. და როგორც იმათმა გაიმარჯვეს, ზუსტად ესე გავიმარჯვებთ ჩვენ, ოღონდ უნდა ვიღვაწოთ. ოღონდ უნდა ვიშრომოთ და სულ გვახსოვდეს, რომ ერთი მცნებაც არ უნდა უარყოთ. ერთი მცნებაც არ უნდა უგულებელყოთ. იმიტომ რომ ვინც ერთნებას არ ღვევს, ის მთლიან ჯულს აღვევს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, შეგეწიოთ
თქვენს და ჩვენც შეგვეციოს წმინდა მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე და მათი მადლით და შეწევნით ღმერთმა გაგვატაროს ეს წუთი სოფელი ისე რომ მე ხიცი გავხდეთ ნეტარი სასუფევლისა. ამინ.